თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ალე კოელისაშვილის საქმეზე მორიგის სხდომა გაიმართა. პროცესზე პოლიციელ შოთა ჭიპაშვილს მოусმინეს. მას ელისაშვილი დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს. დაკავებულმა პოლიტიკოსმა დეტალურად გაიხსენა ის სიტყვები, რომლითაც მისი თქმით ჭიპაშვილი მიმართავდა. მოწმემ ბრალდებები უარყო. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა. რო შემოვიდა ერთ-ერთი კაცი, ესეთი ღაბაბიანი, სამოქალაქო ფორმაში გასული, უბოქური ქრეპატურა, პლეჩატი რაღაცნაირი იყო. აშკარად იყო მაღალჩინოსანი პოლიციის. დაპირ შემოვიდა. მეც შევიდა. ეს ფაქტი გასწორდა. მოვიდა და პირდაპირ ძალიან საზღვარი სიტყვებით მომართა. გასწორდა თუ არა ასე თქვა. მოხვედი თუ არა ჩემთან ძალიან ახლოს და დაიწყება და ვაიარებდა პირი რომ შენ არ გასწრე ეს იძახი და ეს უძლებოდა იყო თუ არა ასე ფაქტიც დაცემული არა ეს გაგზელება იმენახებს კარგოა კარგი როდესაც ხელმორგილები არ მასწავლეს შემიწვალეთ თუ არა სულცუკარებდა და ხელმორგილები და მანქანაში შეცვალოთ გითხარით თუ არა რომ ძალიან მიჭირდა ეს ხელმორგილები და თუ შეგეძლოთ წინ გადმოგიტანოთ ეს ხელმორგილები ანუ მანქანაში წინ გადმოგიტანეს ხელმორგილები მაქსიმალურად და გამოფილებაში რომ მივიყოლეთ უკვე კიდევ რატომ გამოფილებაში მივედი ძალიან მალე მიაღწია რა ახალ პერიოდი და მალე გადავედი თოქის დასაწყისად ალე კოელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებიან. გამოძიების ვერსიით ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში ხანძრის გაჩენა ორჯერ სხვადასხვა დროს სცადა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.